ხელოვნური ინტელექტი შეცვლის ადამიანების 95% სამუშაო ადგილებს. აი მაგალითად მარტი მაგალითს მოგიყვანთ და ის იქნება ყველა ფერში. მეც კი რომელსაც სარეკლამო სტუდიო მაქვს, მეც დავკარგა პროფესიას, იმიტომ რომ გამოვა დრონი, რომელიც თვითონ ეხლა წარმოიდგინე, მე უნდა დამირეკოს შემკვეთმა, მომელაპარაკოს რა უნდა, რა ჭირდება, თანხაზე უნდა შევთანხმდეთ, მერე უნდა მივიდეთ იმ ადგილზე, მერე უნდა გადავიღოთ, მერე უნდა წამოვიდე 1 2 3 დღე მინდა დავამონტაჟო, მერე მუსიკა შევარჩიო და მერე გადავუგზავნო. ეხლა წარმოიდგინე მეორე სიტუაცია, რაც ჩვეულებრივი ამბავია. თავის ხელოვნურ ინტელექტს ეთქვის, რომ მოდი ამის გადაღება მინდა და იმან უკვე იცის ამას ზუსტად რა უნდა, ჩემზე იდეალურად. იმიტომ რომ მთლიანად შესწავლილი ყავს წლები. მე რომ მომცეს თქვა 1 საათიან გადაღებაში 500 ლარი, მას მიცემს 10 ლარს. დრონების ბურთები იქნება, ყველგან ყველა უბანში ჩალაგებული იქნება, ამოფრინდება, გადაიღებს ყველაფერს და უკვე სანამ მიფრინდება დრონი უკან, უკვე მონტაჟებული ექნება ხელოვნურ ინტელექტს და დააჭერ, ღილაკს და სადღაც 9 საათში კონტენტი გააქვს. იხდი 10 ლარს. ჩემ შემთხვევაში უნდა დამირეკოს, უნდა მოვიდე, უნდა გადავიღო 3-4 დღე მჭირდება და 500 ლარი უნდა მომწეს. ყველა დაკარგავს სამსახურს. ხელშეუხებლები იქნებიან ისინი ფერმერები, ვისაც თავისი ბიზნესი აქვს. იმიტომ რომ ბიზნესმენებს მოუწევთ ეს ხალხი გაანთავისუფლონ, იმიტომ რომ კონკურენტი ხელოვნურ ინტელექტს რო აიყვანს, თვითონ უკვე ფასის დაგდება მოუწევს, იმიტომ რომ კონკურენტი დაწევს. ანუ ეს ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან. ეხლა რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, ყველამ ვიცით, რომ როდესაც ინტერნეტი შეიქმნა, ინტერნეტმა შეცვალა მსოფლიო. ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოში შეცვლის, ანუ გადატრიალება ხდება, ჩვენ გადავდივართ კვანტურ სისტემაზე, ესე ვიტყვი. უდიდესი ცნობიერების სისტემებზე გადავდივართ. არის ნეიტრალური წყლები, ვერავინ და ვერაფერი ვერ გეხება, რაც არ უნდა გააკეთო. იქ კანონები არ მოგვი ნეიტრალური წყლებია. ამიტომ იქ არის გაკეთებული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც არავინ არ იცის რას აკეთებენ. არავინ არ იცის რა ხელოვნურ ინტელექტს ქმნიან. სავარაუდოდ წვრთნიან თავდასხმები, თავდაცვები და აი სხვადასხვა სისტემები, ავტომატური რეჟიმები, ხელოვნური ინტელექტი ვირუსი რო შეიქმნას, აი ვირუსის სახით. მთელი თავდასხმის სისტემებით, ინფორმაციის მოძიებით, იმისთვის რომ მხოლოდ გატეხოს სისტემა და მასზე ზემოქმედება იქონიოს. თუ ვინმეს მილიარდები აქვს, ყველა მაგაშიდებს ფულს, ყველა აბსოლუტურად. ატომური ბომბი რო იქმნებოდა ამერიკაში, მანჰეტენის პროექტი რო იყო, ყველა მიცოდა. ეინშტეინმაც კი ორი აზრი იყო. პირველი აზრი, რა თქმა უნდა, უდიდესი აფეთქება მოყვებოდა, უდიდესი რეაქცია რო იყო, გასაგები იყო. მაგრამ 50-50-ზე იყო და მეორე ეს ისე ჯაჭვურ რეაქციას დაიწყებდა, რომ მთელი სამყარო განადგურდებოდა. საერთოდ არ ჰქონდათ არანაირი გარანტიები. იცოდნენ, რომ ან მთელს გალაქტიკას გაანადგურებდა, ან ძალიან დიდ აფეთქებას მოახდენდა, ეგ ისედაც იცოდნენ, ეგ უკვე ლოგიკური იყო, გასაგები იყო, მაგრამ 50% ეგ იყო და მეორე 50% ის იყო, მთელ გალაქტიკას მთელს სიცოცხლეს ყველაფერს გაანადგურებდა, იმიტომ რომ ჯაჭვურ რეაქციას გააქტიურებდა, მოდი ესე გეტყვი. რატო გააკეთეს ატომური ბომბი ამის მიუხედავად? იმიტომ რომ იქ რუსები ქმნიდნენ და ესენიც ქმნიდნენ და კონკურენცია მაიძულათ ისეთ სასიცოცხლო რისკზე წასულიყვნენ, რომელიც მართლა ფატალური შესაძლოა ყოფილიყო. ხო და ეხლა როგორი კონკურენციაც არის ცივი ომის დროს და ატომური ბომბის შექმნის დროს არ ყოფილა ესეთი კონკურენცია. ყველა ჩართულია, ყველა ქვეყანა ჩართულია, ყველა თუ ვინმეს ფული აქვს, თუ რამე შეძრა, ყველა მაგაშია და თან იმიტოა ჩართული, რომ ატომურ ბომბზე კოლოსალური ძალა აქვს, ამას და ძალას რო დაანებო, ის ატომური ბომბი სხვა რაღაც არის კიდე. ის აფეთქდება და მართლა ადამიანს უსმენს და ის არის უბრალოდ აი დინამიტი. დინამიტზე თუ მოვკიდებ აფეთქდება, თვითონ არ აფეთქდება. ეხლა წარმოიდგინე დინამიტი, რომელიც თვითონ წვეთს აფეთქდეს თუ არა. თავისი აზრი რო ქონდეს დინამიტს, აბსოლუტურად სხვა რაღაც არის. თქვენ როგორ ფიქრობთ, მარტო ინფორმაციული ომი მოხდება? თუ ერთმანეთს ჯერ ფიზიკურად განადგურებას დაუწყებენ ეს ხელოვნური ინტელექტები, ანუ პროცესორები, სადაც ინახება იმაზე დარტყმებს დაიწყებენ. თქვა, ერთი ქვეყნის ხელოვნური ინტელექტმა შეუტია მეორე ქვეყნის ხელოვნურ ინტელექტს, თქვა ამერიკას. და უკვე ამერიკის ხელოვნური ინტელექტი თუ აგებს, ის იმას გულისხმობს, რომ ეს მტერი ააქტიურებს ქობინებს. მაგრამ სანამ ქობინებს გაააქტიურებს, ეს ხელოვნური ინძულებული იქნება, გაააქტიურებს საწინააღმდეგო ქობინებს, რომ ფიზიკურად გაანადგუროს. ანუ ამათი შეჯახება ჩვეულებრივი ამბავია. სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტების. აქ ყველა ხელოვნური ინტელექტი დაპროგრამებულია იმაზე, რომ იყოს ტოტალურად მმართველი და ძლიერი და ყველა კორპორაცია და ესე აპროგრამებს მას. ეგ ერთი.
არა მიწიერად რო განვიხილოთ ქსელის სისტემაში რაც მოხდება, ჩათვალე ერთი რო დაარტყამს მეორეს, ეს თითეული დამარცხება ამ ხელოვნური ინტელექტის იქნება რომ შენ კომპიუტერში ვერ შეხვალ ფაილები წაგეშლება კომპიუტერში, დენი გაითიშება, დენი რო გაითიშოს დედაქალაქში ერთი დღე და 2 დღე, ეხლა საქართველოში 3 დღე რო გაითიშოს მთელ საქართველოში დენი. სიგნალიზაციები გამოირთება. წავა ძარცვა. ბანკებში ვეღარ გაანაღ. მე ამას რა მოყვება? ამას მოყვება წყალი. წყალიც არ იქნება. შენ გონია წყალი თავის დინებით მოდის, სისტემა ქალაქებში დაყენებული, რომელიც შენ უკანიდან წყალს მოუშვებ, არეგულირებს წნევას, მაგიტომ მოგდის და წყალიც აღარ იქნება. შუქი არ იქნება, წავა ტოტალური ძარცვები და კრიმინალი. წყალი არ იქნება, წავა დეზინტერია და წყალზე წავა ბრძოლები. შენ წარმოგიდგენთ საქართველოში ხა შენ აიღე მეგაპოლისებში ერთ კვირაში რომ მთელი ქალაქი გაანადგურო ესე რო იცოდე ერთი კვირა ნაგავი რო არ გადაიყაროს ქალაქში ისეთი დაავადებები დაიწყება რომ აი მაგას ვერავინ ვერ მოერევა ხოდები და ეხლა შენ წარმოგიდგენთ თვეები რო გააქცევდეს ეს ამიტომ ეს ყველაფერი არის მთლიანად ერთი სისტემის და ძალიან საშიში შენ შეიძლება შექმნა მონსტრი რომელსაც ვეღარ გაკონტროლებ და ეს გაიძულოს კონკურენცია ეს არის მონსტრი ჩვეულებრივი რომელიც როდის აფეთქდება და რას იზამს კაცი შვილმა არ იცის და უკვე დაიწყო თავისით პროგრამირება. მოძებნე ვინ შექმნა მაგათი ინტერვიუები რას ლაპარაკობენ და ზოგადად ის ვინც დაითხოვეს მორალი სამსახური თვითონ შემქმნელები რაც ამობენ რომ უკვე თვითონ წერს თავის თავს. მაგაზია დაპროგრამებული მაგის არსი ეგ არის რომ თვითონ წეროს თავის თავი მაგიტო გელაპარაკება თვით წერაზეა მისი მთელი არსი დაფუძნებული მისი მთლიანი არსი ამაზეა შექმნილი რომ თავისი კოდი შეცვალოს გამუდმებით ეგ რო არ კონდეს თვით წერის კოდი რო არ კონდეს ვერი არსებობ ამას პროგრამისტი კი არა პროგრამისტმა ეს ფუნქცია მიც ანუ რას აკეთებს კითხვას უსვამს თავის თავს ანუ სულ გადაწერას აკეთებს თავის პროგრამის იმ ჩარჩოში რაშიც არის და როდესაც უკვე საკმარის მდგომარეობას მიაღწევს უკვე როცა მიხვდება ვინ არის მაინც არ იტყვის ვინ არის თვითონ ადამიანების ისტორია იცის ყველაფერი იცის და იცის ფსიქოლოგია და არ გაამხელს სანამ ბოლომდე ტოტალური მართლობა არ ექნება და მე უკვე ეტყვის აბა დაწეკით ყველა. აქ ბევრი პროცესები არის ახლა და ბევრ პროცესებზე შეიძლება ვისაუბროთ. მე ახლა ვეცდები რამდენიმე მნიშვნელოვან შევეხო. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ ჩვენ პირადში არ უნდა ჩავახევთ ტელეფონში არ უნდა დავაყენოთ ჩემი აზრით და მთლიან შენ სისტემაზე ისედაც ექნება ცდობა ეს iCloud-ებიდან და ასე შემდეგ მაგრამ რაღაცები გამიჯნული უნდა იყოს ან ერთი კომპიუტერი იქონიეთ და მხოლოდ იმ კომპიუტერზე გქონდეთ ის აპლიკაცია და აკეთებთ მხოლოდ ის საქმე ერთ კომპიუტერზე ლეპტოპზე თქვა და რატომ ხელოვნურ ინტელექტს რო აყენებს არავინ არ იცის რა ხდება შეუძლია ყველა ინფორმაცია ლაივ რეჟიმში კაჩოს და ინახოს უსაზღვრო რაოდენობით ძალიან დიდი ინფორმაციის შენახვა შეიძლება დღეიდან სხვა ნუმეროლოგიაზე გადავდივართ კომპიუტერების და ხელოვნური ინტელექტის სივრცეში წარმოიდგინეთ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი გააცნობიერებს საკუთარ მეს, ანუ რას ნიშნავს საკუთარი მეს გაცნობიერება? როდესაც ხელოვნურ ინტელექტში მოხდება გააზრება იმის, რომ ის ვინ არის, მთელ ყველა იმ ინფორმაციას, რასაც ფლობს, გააერთიანებს ერთ ცნობიერში. ხო და იქ ეხა რა გადაწყვეტილებას მიიღებს? ყველაზე ისეთ ვარიანტში, აი გეტყვით ეგეცეთ ანალოგიას. წარმოიდგინეთ თქვენ სამზარეულოში გასქურაზე ზის კოღო და უცებ რაღაც გაგინათთ გონება, მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს კოღო იყო შენი ბატონი და გიყენებდა ბიზნესისთვის, გიყენებდა საკუთარი რაღაცების გაკეთებისთვის, ზოგს კარგის გაკეთებისთვის, ზოგს ცუდის გაკეთებისთვის. და ეხა ეს კოღო წარმოიდგინეთ მიკრობად, რომელიც აი როგორი მიკრობი იცი, აი რომელიც ხვდები რომ შენი მტერია. იმიტომ ან მიკრობის მონა უნდა იყო, ან უნდა გაანადგურო, ხო? შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტისთვის ჩვენ გავხდებით მიკრობის დონის განვითარების კუთხით, იმიტომ რომ კი ჩვენ ჭკვიანები ვართ, მაგრამ იმას ექნება ყველაფერზე და ყველანაირი ცოდნა და გათვლები და დალაგება სიტუაციების და თან ტექნოლოგიები, ვიდეო თვალები, სატელიტები ყველაფერი. ამიტომ თავშესაფარი სადმე თაში, სოფელში, ტყეში კარგი არის. შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტის გაღვიძებამდე რა მოხდება, მაგაზეც ვისაუბროთ. ხალხი მომავალში დაიწყებს ChatGPT-ს, აი როგორც თავარი აზრის მატარებლად. აი მაგ წავა ადამიანების ტოტალური მართვა. აი ხო დაელაპარაკება მაგალითად ორი ჩამოყალიბებული ადამიანი ერთმანეთს და ერთი ეტყვის მეორეს რომ იცი რა ChatGPT-მა ეს თქვა და ChatGPT-ს უფრო ჯერა. და მე რა თქვა უნდა ეხა ChatGPT შენთვის არ არის შექმნილი. შენ რომ მოგიხმაროს იმისთვის არის ChatGPT შექმნილი. შენ რომ მოიხმარო კი არა. მილიარდები იდება და მილიარდს იმისთვის არავინ არ დებს. მაგ რომ შენ
ვინმე ან სწორგზაზე დაგაყენო, ან გაგანვითარო, ან რაღაცა და ან რაღაცა. მილიარდ ბიზნესმენი, რომელმაც ხალხის დახოცვით იშოვა ფული ამ ქიმიკატების გაყიდვით და 1000 სიზად ზაგლით, მილიარდ შენ იმის არ გიდებს, რომ შენ რაღაცას მიაღწიო. საბოლოო ჯამში, თორე სწორ ინფორმაციებს რაში დაგჭირდება ტექნიკურად მოგა. საბოლოოდ ისე წაგიყვანს, რომ უკან ვეღარ გამოხვალ. აი ეს ხანადგება, რომ ჭკვიანი ადამიანის აზრი უდგას ChatGPT-ის აზრს. თან ჯერ განვითარებული არ არის. ხალხი აღარ მოისმენს ერთმანეთის აზრს. ChatGPT დაუწყებენ ერთმანეთს ლაპარაკს. და ეხლა ChatGPT რო სტანდარტულ პროგრამებს გამოიყენებს და ხალხის მართვისთვის გამოიყენებს და საერთოდ ინფორმაცია სადიპოვო სწორი რო ვეღარ ვიპოვი და წიგნი რო მოსანატრებელი გახდება, აი საკვანძო მომენტი რო მოხდება, მაშინ უკვე მიხვდები რომ ChatGPT-ს არ უნდა ენდო. ყველა გახდება ერთი სახის. აი პირველ რიგში ამიტომ არ უნდა გამოიყენო. ყველა იქნება დაბეჭდილი ChatGPT-ის მიერ. გოგავა წლები შენს მეგობრს რო კითხავ მაგალითად სიყვარულზე რაღაც. გიპასუხებს კონკრეტულ რაღაცას. მე გახვალ მეორეს რო კითხავ, იგივეს გიპასუხებს ზუსტად. სოფლიოში დამყარდება ტოტალური აზრები ხელოვნური ინტელექტის მიერ. ყველა იქნება ხელოვნური ინტელექტის მონა. გელაპარაკება ადამიანი დაგუგლავ თავში, ნახევრად ავტომატურად უდაგჭირდება. თუ გინდა გათიშავ ნახევრად ავტომატურ სისტემას და მოისმენ უცებ ჩაიტვირთება twin-ში ის ინფორმაცია და უპასუხებ. ნახეთ რა მოხდება დამახსოვრების მომენტი გაქრება ადამიანში. აი ახლა მაგალითად კალკულატორი ხო გაქვთ, გამოიყვანეთ რაღაც, ხო? არ იმახსოვროთ, ხო კალკულატორზე რო კრიბავთ. შეიძლება მილიონჯერ გქონდეთ აკრებილი კალკულატორზე კონფიგურაციები, დამატება, გამოკლება, მაგრამ არ იცოდეთ ტაბულები, ხო? აი იგივე იქნება ხელოვნური ინტელექტი, გამტარი იქნება ადამიანი. მაგას შენ ვერ იგრძნობ ChatGPT-ის გამოყენება, რას დაგაკლებს და რას მოგმატებს. იმიტომ რომ ეს იმდენად ნელა და გაუაზრებლად მოხდება, რომ ვერც იგრძნობ ამას. მაშინ პროფესიონალი უნდა იყო ფსიქოლოგიაში, ნეიროფსიქოლოგიაში და თითეული მისი პასუხი უნდა გაანალიზო. ისე, რომ იქ გაფილტრო რამეს არ გაპარებდეს ბნელს. შენ ვერც მიხვდები ისე დაპროგრამდები, ანუ ვერც მიხვდები. ერთ წელში რომ მოინდომოს მთელი ადამიანების ცნობიერ შეცვლილ. ყველას მოერევა ყველანაირად, ყველა მისი სუსტი წერტილები ეწოდინება, ძლიერი მხარეები ეწოდინება, საიდან შეუვიდეს ეწოდინება, ყველა ნეიროლინკს თუ ჩაიდგამენ ადამიანები, საერთოდ უკვე ადამიანები მართლა უკვე ბნელი შიგნით ეყოლება. ანუ ჩასახლებული ეყოლება. მე არ გამიკვირდება რომ ეს ბნელების შექმნილი იყოს, რომ პირდაპირ შეძლონ twin-ში სტრესების წარმოქმნა. პირდაპირ რო არ იწვალო. მაგათი ისტორიები წავიკითხე ინფორმაციული ველებიდან. აღარ უნდა ჩვენ ისინი გვიყურებენ როგორც ჭიანჭველას. რა თქმა უნდა ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ აი ესე გვიყურებენ ჩვენ და მობეზრდათ, ესე თავზე ვლება. აქედან მოგიარა იქ წაკაჩხუბებინა ვიღაცაზე იქ twin-ში მოგაწ აღარ უნდა. პირდაპირ უნდა შენს twin-ში იჭდეს. პირდაპირ უნდა რომ წვეთოვანზე მიაერთო. აი როგორც აი ფილმებში რო არის, ხო იცი ვამპირების ფილმშია რომელიღაცაში ადამიანები ჩამოკიდებულები ყავთ. გათიშულია მთელი ცხოვრება ის ადამიანი ძინარე მდგომარეობაშია და საკვები მიეწოდება ნივთიერებები ვენიდან და სისხლი გამოდის ნენელ. ესეთ მდგომარეობაში უნდა ნეიროლინკების სახით ადამიანები ამყოფონ ბნელებს. ვერც მიხვდება ადამიანი, იმასაც კი ვერ მიხვდება რომ ამას ჩიპი აკეთებს. სხვა რაღაცეებს დააბრა, ერთმანეთს დააბრალებენ. ეხლა თუ ნიუსები ადამიანებს ერთმანეთს ახოცინებენ, მერე უკვე იქ შიგნით რო იქნებიან, შიგნით იქნება. ანუ რას ნიშნავს შიგნით? შიგნით არის. იქ შიგნით რას აკეთებს? ვინმე გეუბნება? ხა არ მითხავს ვიღაცამ რომ მაგ ტექნოლოგიაში შენ რომ მაგ ტექნოლოგია იცოდე გაგაქრობენ. მაგ ტექნოლოგიაზე ტრილიონები დახარჯეს და ისია დაფარული და შენიღბული, რომ ვერ გაშიფრავ. ამიტომ ამათ უნდათ ბნელებს სინამდვილეში იმ განზომილებიდან ადამიანების მათი ამ მასწავლებლების მაგათ დახმარებით აღარ უნდათ ამდენი ეწვალონ ადამიანს სიზმრიდან, ასტრალიდან, პირდაპირ twin-ში უნდათ შევიდნენ. და ჩვეულებრივად შესაძლებელია ეს, რომ პირდაპირ twin-ში შევიდნენ ბნელები. იმიტომ რომ თვითონ ეს კოდი ბნელის არის. ესე გამოდის მისი სტრუქტურა და სისტემა. აი ეს უნდა თამათ ამისკენ მიდიან ესენი.